ეხლა ანუ სახიფათო მონაკვეთს მოგვახლოვდით. აქ არის ჩასასვლელი ქვედა. ნიკოლოზის ტაძარი არის ქვემოთ. აქ სადღაც ცოტა თოვლი არის. კორტეზი არის ჩასასვლელი. რა უშავს აქედან ესე იგი და გადავხდეთ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მოვედით უკვე აი ეკლესიასთან იმ ადგილთან, სადაც ყოველთვის რატომღაც ეშინიათ ტურისტებს. ახლა ჩვეულებრივ სიტუაციაში, ანუ როდესაც თოვლი არ გვაქვს, ნამდვილად საშიში არის, მაგრამ ეხლა თქვენ ხედავთ უკვე იქ იმდენად ისეთი ადგილია, რომ უნდა ჩავიდეთ ქვემოთ, წარმოვიდგინეთ. ნახეთ როგორი ჩასასვლელი არის. აქ ახლა გადაღება და ის ერთად არ გამოვა ჩასვლა. შესაბამისად მე შევწყვეტ ესე იგი გადაღებას შევწყვეტ და თუ წარმატებით ჩავედი დაბლა, წარმატებით განვახორციელე დაშვება და თუ ჯუხთაბილიკებს თუ გადაურჩი მაგ შემთხვევაში გავაგრძელებ შემდეგ ტრანსლაციას იქიდან დროებით. ესე იგი მაინც ვერ მოვითმინე და მინდა რომ დავაფიქსირო ეს ჩასვლის მომენტი. ჩასვლის მომენტი მინდა დავაფიქსირო. ნახეთ, ანუ რა აქ ახლა უცნაური ისინი დაგჭირდება. შესაბამისად, ანუ ესეთნაირად უნდა ჩავიდეთ. აი აქ უბრალოდ ფეხებში რო არ ჩამეყაროს თოვლი, ესე მოვიქცევი. ვაბიჯებთ აქ. არად შემდეგ აქეთ ნახეთ მთელი უკვე უნდა გამოვიყენოს მთელი ხელოვნება. ახლა საშიში არაფერი არის თავარი. ჩავდივართ ესე. მართლა მაგარი ლამაზია. არ ვიცი ესეთი თეთრად გადაპენტილი ყარაიასველი არ მინახავს მე პირად. ჩამოვედით. სახიფათო მონაკვეთი ჩამოვიარეთ. ეს არის ჩემი საყვარლესი ადგილი არის ერთ-ერთი ამ მონასტერში. ესეთი ძალიან უცნაური უბრალოება სისადავე არის და ეს ახლა თვითონ არქიტექტურაც ხო რაღაცა ჰარმონიულად ერწყმის ამ ხატებს, ამ ფიგურებს. შემდეგ ესე იგი ვაგრძელებთ აქედან გზას ამ ვიწრო ბილიკის გავლით. ძალაუნებურად მახსენდება ლექსი ერთ-ერთი თუში პოეტის. რეალოებო მიამბეთ რამე ჯიხვთაბილიკებს თუ გადაურჩი. ჯიხვები აქ არ ყავს, მაგრამ ბილიკები არანაკლებ სახიფათო არის. ახლა აქაც ძალიან სახიფათო მონაკვეთი არის. არ მეგონა ესეთი საშიში თუ იქნებოდა, თორე შეიძლება არ წამოსულიყავი. ძალიან დიდი საფრთხე არის ქვემოთ ჩავარდნის. ძალიან დიდი საფრთხე არის. მაგრამ მიუხედავად ამისა და გავრისკოთ. ძალიან ისეთი უხერხული ჩასასვლელი